საღამოშვიდობის პარასკევია და თქვენ ტრადიციულად გზამკვლევს უყურებთ. მე ნაზი ქობულაძე ვარ. აჭარის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, კონსერვაცია. სააგენტოს მართვაში მყოფი გონიო აფსაროსისა და პეტრას არქიტექტურული კომპლექსების ინფრასტრუქტურის მოწყობა, არქეოლოგიური ექსპედიციები და მარკეტინგული ღონისძიებები. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია. არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებზე და მიმდინარე პროექტებზე ჩვენ დღეს სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ახვლეტიანი გვესაუბრება, მანამდე კი ვნახოთ რეპორტაჟი. ზვარეს მეჩეთი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში მე-19 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია, ავარიულია. შენობა ორსართულიანია და ქვის ცოკოლზე დაშენებულ ტრადიციულ ლაზური სახლის ხუროთმოძღვრულ სახესხვაობას წარმოადგენს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთ მეჩეთებს ძირითადად აჭარელი და ლაზი ოსტატები აშენებდნენ. მეჩეთი თავისი მხატვრული ორნამენტებით და გაფორმებით წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მსგავს მეჩეთებზე შეხვდებით სიცოცხლის ხის მოტივებს, ბორჯღალოს ვაზის ორნამენტებს, რომლებიც უნიკალურია. საქართველოს მუფთი ამბობს, რომ მეჩეთების უმრავლესობა, რომელიც აჭარაშია, სიძველის გამო რეაბილიტაციას საჭიროებს. აჭარის ისტორიული მეჩეთები ძირითადად ხის მეჩეთებია, რომლებიც გამოირჩევა თავისი უნიკალური ისტორიული ორნამენტებით, ძალიან ბევრი მათგანი სავალალო მდგომარეობაშია და ესაჭიროება სასწრაფოდ სარესტავრაციო ადგენითი სამუშაოები. მივმართეთ გასულ წელს აჭარის ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაკმაყოფილდა ჩვენი თხოვნა და ორ მეჩეთზე დაიწყო, ასე ვთქვათ, გაიცა ორ მეჩეთზე ნებართვა, რომ მოხდეს მათი რესტავრაცია. ქედაში კიდევ ერთი მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სოფელ ძენწმანშია. იგი მე-19 საუკუნით თარიღდება. ნაგებობა თითქმის სრულად ინარჩუნებს ავთენტურობას და წარმოადგენს ქართული საკულტო არქიტექტურის მხატვრულ ნიმუშს. აქაც პროექტით გათვალისწინებულია ცოკოლის სართულის კედლის აღდგენა. მოეწყობა სადრენაჟო სისტემა. ჯამში სულ ორი მეჩეთის რეაბილიტაციისთვის, რომელიც 2 წლიანი პროექტია, 500,000 ლარი დაიხარჯება. თავიდან ყველა აბსოლუტურად ელემენტი და დეტალი, რაც კი ამ მეჩეთს გააჩნია და რომელიც ნაკლულია, ძირითადად ყველა დაზიანებულია, დროის სრულობამ დააზიანა, დაინომრება, მოხდება მათი ფოტოფიქსაცია, შემდეგ სათუთად მათი გადაწყობა და შენახვა სათბურში. ანუ სახელოსნოში, სადაც შემდგომ რესტავრატორის ზედამხედველობის ქვეშ მოხდება ამ ნაკლული ელემენტების რესტავრაცია. ის ელემენტები, რომლებიც დაკარგულია და აღდგენას არ ექვემდებარება, ფოტოფიქსაციისა და ნიმუშის მიხედვით იქნება აღდგენილი. გარდა ზვარეს მეჩეთისა, რეაბილიტაცია ასევე უტარდება ძენწმანის ჯამეს. ძენწმანის ჯამე უკვე არის დაშლილი და გადატანილია სპეციალურ საწყობში, სადაც ის მუშავდება სპეციალური ხსნარებით და მიმდინარეობს მისი აღდგენითი სამუშაოები. როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 7 ძეგლს. ასევე გაგრძელდება ხინოწმინდაში იოანე ნათლისმცემლის ტაძრის რეაბილიტაცია, ასევე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება ლაოჯინჯაოს სახელობის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აქ 500,000 ლარია გათვალისწინებული. ისევე როგორც გასულ წლებში წელსაც განხორციელდება არქეოლოგიური ექსპედიციები. გარდა ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციისა, შეიძლება ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. პირველი ეს არის ურბანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, რაც მოიცავს ქალაქ ბათუმში არსებული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების რეაბილიტაციას. ამ მიმართულებით სააგენტო 3 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. შეძენილი აქვს უკვე 2024 წელში პროექტები, რომლებიც პროცედურებს გადის ნებართვებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც უკვე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ურბანული მიმართულებისა, სააგენტო მნიშვნელოვან თანხებს კარჯავს მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ახალი მუზეუმების შექმნის მიმართულებითაც. ამ მხრივ შეიძლება გამოვყოთ ლაოჯინჯაოს სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას. პარალელურად სააგენტო აწარმოებს სამუშაოებს პეტრაზე ახალი სამუზეუმო სივრცის შესაქმნელად და
ფაქტიურად მიმდინარე ტურისტულ სეზონზე შესაძლებელი იქნება, რომ ორი ახალი სამუზეუმო სივრცე დაემატოს ჩვენს ქალაქს, რომელსაც მოინახულებენ ვიზიტორები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა რეაბილიტაციის მიმართულებით უწყება წელს 6,91,600 ლარს დახარჯავს. დავრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც უკვე გითხარით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მოგესალმებით მაყურებელს. ბატონ ზაურ, პირველ რიგში შევაჯამოთ 2024 წელს განხორციელებული მასშტაბური სამუშაოები და შემდეგ უკვე ცხადია გადავალთ 2025 წლის ბიუჯეტზე და იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებებითაც გადანაწილდა მიმდინარე წლის ბიუჯეტი. გონიო აფსაროსის სამუზეუმო სივრცის განახლება, პეტრასციხის ტერიტორიაზე სამუზეუმო სივრცის მოწყობა და ასე შემდეგ. მოგვიყევით, მოკლედ რა ტიპის სამუშაოები ჩატარდა, რა მდგომარეობა ახლა იქ? 2024 წელს სააგენტოს ბიუჯეტი იყო 6 მილიონი ლარი და მისი ძირითადი მოცულობა დაიხარჯა ურბანული და საკულტო ნაგებობების რესტავრაციაზე, მათ შორის როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობაზე. ის სამუზეუმო საექსპოზიციო დარბაზი, რომელიც გონიოს ციხეში არსებობდა 2007 წლიდან საკმაოდ მოძველებული იყო და საჭიროებდა განახლებას. ჩვენ შევიძინეთ 2024-ში პროექტი და 24-შივე დავიწყეთ მისი რესტავრაციის სამუშაოები და ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო სამუზეუმო სივრცე შეემატა ბათუმს და აჭარის რეგიონს. ასევე პეტრაზე გარკვეული ობიექტები, რომლებიც მშენებლობის დროს იყო გათვალისწინებული სამუზეუმო სივრცეებისთვის, 2024-ში დაიწყო მისი მოწყობა და 2025-ში რამდენიმე დღეში დაახლოებით დასრულდება ერთ-ერთი კერამიკის განყოფილების ერთ-ერთი ობიექტის მოწყობა. დაახლოებით 750,000 ლარი დაიხარჯა ამ ორივე ობიექტზე. რა თქმა უნდა, სამუშაოები არ მოიცავს სრულ დასრულებას, გონიო მუდმივად საჭიროებს განახლებას და საკმაოდ დიდი თანხები ამისთვის საჭირო, თუმცა რა თქმა უნდა ყოველწლიურად ჩვენ ვახორციელებთ არა მხოლოდ სამუზეუმო სივრცის განახლებას, არამედ კონგურების და სხვა ტიპის სამუშაოებს, მათ შორის რომაული ყაზარმა აშენდა, რომლის ბიუჯეტიც იყო 9 მილიონი, იქ მოეწყო იმიტირებული სივრცე რომაული ჯარისკაცების და დიდგვაროვნების ყოფაცხოვრების და ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი გამოვიდა, სხვათა შორის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომელმა არქიტექტორებმა გააკეთეს მისი დიზაინი და პროექტი. ავარიულ მდგომარეობაში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მინდა რომ ვისაუბროთ. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციაში წერია, რომ 7 ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი შეიძინეთ, მცირე რეაბილიტაციებით ჩატარდა რამდენიმე შენობაზე. მოგვიყევით ამის შესახებ და ზოგადად ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენს ქალაქში და ჩვენს რეგიონში და ამის ირგვლივ ცოტა მასშტაბურად რომ ვისაუბროთ. საკმაოდ დიდი რაოდენობით, სამწუხაროდ დიდი რაოდენობით გვაქვს ავარიული ძეგლები ბათუმის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ, არის ასევე ქობულეთშიც და ეხლა უკვე ქედაში რამდენიმე ურბანულ უნიკალურ ძეგლს ხის ლაზური ტიპის სახლებს ვივანიჭეთ სტატუსი და ისიც საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამწუხარო ფაქტია, არაერთხელ მithქვამს თქვენთან ეთერში, რომ მესაკუთრეების მომართვიანობის შესაბამისად ჩვენ ვახორციელებთ გადაუდებელი საჭიროების მქონე ავარიული ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას და ეს საკმაოდ დროში მოცულობითია, იმიტომ რომ აი ვთქვათ 2023 წელს უნდა შევისყიდოთ 2024-ში გასარესტავრირებელი ობიექტები, მათი ხარჯაღრიცხვა და 2024-ში უნდა გამოცხადდეს ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე. თუმცა იქ მერე უკვე იჩენს თავს ისევ მესაკუთრეებთან და მოსახლეობასთან პრობლემები და სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს განხორციელებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მესაკუთრეს, მაცხოვრებელს მიაჩნია, რომ ძეგლის რეაბილიტაცია იმ სწორი მეთოდოლოგიით, რაც კანონითაა
განთავსებული არ უნდა ხორციელდებოდეს და ითხოვენ ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, რაც დაუშვებელია და რა თქმა უნდა ჩვენც არ გვაქვს უფლება რომ მათი რესტავრაცია მოვახდინოთ მათი თანხმობის გარეშე. თუმცა ვახერხებთ მაინც სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. რამდენიმე მცირე სამუშაოები განხორციელდა, ეს არის ბათუმში ასათიანის შვიდში, მემედაბაშიძის 23-ში, როგორც ვიტრაჟების განახლება, ასევე შიდა ინტერიერის განახლება. ციხისძირშიც გარკვეული ობიექტები, რომლებიც იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მათი აღდგენა, რესტავრაცია განხორციელდა. ასევე ყველაზე მთავარი არის ის, რომ 2022-23-ში პირველი ეტაპი დავასრულეთ ბათუმის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის, როგორც სახურავის, ასევე ფრესკების ნაწილში და 2024-ში დავიწყეთ მეორე ეტაპი, მისი სრული აღდგენა, რესტავრაცია, რომელიც წელსაც მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, გზადაგზა იჩინა გარკვეულმა ახალმა სამუშაოებმა თავი, რომელიც პროექტირება მიმდინარეობს უკვე და რა თქმა უნდა სრულფასოვნად მოხდება ამ საკულტო ნაგებობის რესტავრაცია. 2024-ში დავიწყეთ ასევე სიუჟეტში რაც იყო ნაჩვენები ორი ჯამის, ძენწმანის და ზვარეს ჯამის რესტავრაცია და მიმდინარეობს წელსაც. საკმაოდ მოცულობითი და შრომატევადი სამუშაოებია რესტავრაციის ნაწილი და არ ხდება ერთბაშად მისი აღდგენა, იმიტომ რომ გარკვეული მეთოდოლოგია არის, რომელიც უნდა იქნეს დაცული, როგორც ხის ორნამენტებიან შენობაზე, ასევე პეტრას ციხეზე, გონიოს ციხეზე, სადაც კირდუღაბით ხდება გარკვეული კონსერვაციის სამუშაოები. 2024-ში განხორციელდა ასევე პეტრაზე 250,000 ლარი იყო ღირებულება არქეოლოგიური უბნების საკონსერვაციო სამუშაოები. სამწუხაროდ ბევრს მიაჩნია, რომ მხოლოდ ბათუმის მასშტაბით არის ურბანული ძეგლების აღდგენა ჩვენი მოვალეობა, თუმცა აქვე ჩვენი მოვალეობა არის ასევე საფორტიფიკაციო ნაგებობების ეს პეტრა, გონიოა თუ გვარას ციხე, რომელსაც მალე დავიწყებთ სამუშაოებს, მათი აღდგენა, რესტავრაცია და ასევე გონიოს ციხეში განხორციელდა გარკვეული სამუშაოები. ხინოწმინდის ეკლესიაზე საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს სამუშაოები და გარკვეული შეზღუდვები იყო აჭარის საგზაო დეპარტამენტი ახორციელდებოდა 2024-ში სის რეაბილიტაციას და ცოტა შეფერხება ჰქონდა რეაბილიტაციაში, თუმცა რა თქმა უნდა მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა და მიმდინარე წელს დასრულდება სახურავის სამუშაოები და ვფიქრობ სექტემბერში უკვე, როცა ხდება ხინოწმინდის დღესასწაული 11-12 სექტემბერს გარკვეული წინსვლით დახტება. გარკვეული ტიპის შენიშვნები და კითხვის ნიშნები არსებობდა ხინოწმინდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მე ნანახი მაქვს თქვენი საპასუხო კომენტარებით ამასთან დაკავშირებით. უფრო მეტი რომ ვთქვათ, იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეჭვიში აქვს და იმ ადამიანებისთვისაც გაუგებარია ეს ყველაფერი და აინტერესებს რაში მდგომარეობს რეალობა. იყო საკმაოდ ცუდი კომენტარები გარკვეული პირების მიერ, რომ ხინოწმინდის რესტავრაციის ნაწილში ხდებოდა ისტორიის გაყალბება. თუმცა სამეცნიერო საზოგადოებას და რესტავრატორებს, რომლებისგანაც შედგება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სექციის საბჭო, როგორც შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების საბჭო, ასევე გარკვეული პერიოდების შესაბამისი დარგის საბჭოები არსებობს. იქ იყო რამდენიმე პროექტი ჩვენსგან წარდგენილი და მოხდა მათზე უარის თქმა. შემდეგ უკვე ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სპეციალისტებმა იმუშავეს ამ პროექტირებაზე, შესაბამისი ნებართვაც გასცეს და მივიღეთ ის შედეგი, რაზედაც ხდება რესტავრაცია, რეაბილიტაცია. ის რომ სწორი მეთოდოლოგიით არ ხდება მისი აღდგენა, ამაზე იყო გარკვეული შენიშვნები, რომ რატომ ხდება თანამედროვე ტიპის ბლოკით მშენებლობა. ის საძირკველი, რაც ამ ეკლესიას მე-6 საუკუნის მერე გააჩნდა, სამწუხაროდ ის ვერ აიტანდა გარკვეულ დატვირთვას და მოხდა მსუბუქი მასალით მისი აღდგენის პროცედურები. თუმცა იერსახე და სრული დასრულებული ფორმა, რაც ექნება ამ ეკლესიას, იქნება სწორედ იმ ლიტერატურის შესაბამისად, რაც იმ პერიოდის მე-7 საუკუნის ეკლესიების ისტორიას გააჩნდა. გასაგებია, დაუბრუნდეთ კერძო საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხს. ჩვენ აღვნიშნეთ კიდეც, რომ გარკვეული ტიპის გამოწვევები ამასთან დაკავშირებით არსებობს და ძალიან
შრომატევადი არის მოსახლეობასთან მოლაპარაკება. Რამდენად ყისიერად და რამდენად ოპერატიულად ახერხებთ ხოლმე, იმიტომ რომ ცოტა საფრთხის შემცველიც არის, როდესაც შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში და მოლაპარაკებები შესაძლოა რომ დიდხანს გაიწელოს. ასევე მაინტერესებს, რამდენად ხშირად აქვს თვითნებურ, ეგრეთ წოდებულ რესტავრაციას თუ რემონტს ადგილი. თვითნებურ რესტავრაციებს უფრო არ აქვს ადგილი, უფრო აქვს უნებართო სამუშაოებს. როგორც კომერციული ფართების მოწყობისთვის განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა მძლავრად არის კომერციალიზაცია გარკვეული ობიექტების და ჩვენი მონიტორინგის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს გარკვეული ქუჩების ჩამოვლას და უნებართო სამუშაოების აღკვეთას. რაც შეეხება ავარიული სახლებზე თქვენი კითხვას, რომ რამდენად ყისერად ვახორციელებთ, სამწუხაროდ ხშირად გვიწევს ძალიან ხშირად და ბევრჯერ მისვლა მოქალაქეებთან, რომ დავარწმუნოთ, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ სახელმწიფო მათი საკუთრების რესტავრაცია უნდა მოახდინოს და ამით პირიქით მათი ინტერესი არის, რომ დაგვრთოს ნება თავიანთ საკუთრებაში შევიდეთ და განვახორციელოთ რესტავრაციები, მით უფრო რომ ქონების ფასის მატება ხდება ამ რესტავრაციით, სამწუხაროდ მათ აქვთ გარკვეული მადა, რომ თითქოს და ინვესტორი შევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, მოახდენს მის დემონტაჟს, მოახდენს ახალი ბინების აშენებას, საცხოვრებელი კორპუსის, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია ძველ ბათუმში, მით უმეტეს იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც უკვე ახალი გეგმის შემუშავების პირობებში არის ძველი ბათუმისთვის. მათ შორის გარკვეული პრობლემები აქვს Saba Constructions კომპანიას, რომელიც აწარმოებს ძველი ბათუმის რესტავრაციას 2024 წლიდან. ეს პროექტი არის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და ყველა ქუჩაზე თითქმის ხარაჩოებია განთავსებული, სადაც ხდება ფასადების, სახურავების და შიდა სადარბაზოების რესტავრაცია. სამწუხაროდ იქაც გარკვეული პრობლემები არის მესაკუთრეებთან. რამდენიმე ობიექტზე სამუშაოები ვერ განახორციელა Saba Construction-მა, იმიტომ რომ ის ობიექტები იყო ავარიული და იმ ავარიული ობიექტების სრული საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს 2024-ში 2023-ში შესყიდული აქვს, თუმცა მესაკუთრეების ურჩეობის გამო ვერ მოხერხდა ამ სახლის რესტავრაცია. რა თქმა უნდა, საფრთხის ქვეშ არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით ამ ხანაგობის თავმჯდომარეებს, რომ გარკვეული საფრთხე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არ გვაქვს სხვა იძულებითი ზომები სამწუხაროდ. აქ არის ორი მომენტი. ერთი ის, რომ მოსახლეობის ერთ ნაწილს სურს, დიახაც სურს შესაძლოა მაღალსართულიანი კორპუსი, თანამედროვე და ასე შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას. მეორე, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გამუდმებით აპროტესტებს და აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში და არა მხოლოდ ქალაქში ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, როგორც ისინი ამბობენ და ამ ქალაქს ახსოვს ბევრი მასშტაბური და არამასშტაბური აქცია, პრეტენზია და ასე შემდეგ ამასთან დაკავშირებით. რატომ უჩნდება ერთ მხარეს ეს მოლოდინი, რომ შესაძლოა ესე მარტივად მოვიდეს ინვესტორი და ანგრიოს და ააშენოს კორპუსი და მეორე მხარეს რატომ აქვს ყოველთვის შიში იმ ობიექტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც დაბეჯითებით დოკუმენტურად ვიცით ხოლმე ჩვენს ვინტერესდებით, ცხადია, როდესაც გარკვეული ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ან მოქალაქის მხრიდან რაღაც პრეტენზიას ვისმენთ, დაბეჯითებით ვიცით, გვაქვს დოკუმენტი სააგენტოს მხრიდან, რომ იქ ავთენტურობის დაცვით და ასე შემდეგ სამუშაოები ხორციელდება, თუმცა მაინც ვიდრე არ დასრულდება ეს სამუშაოები, გამუდმებით გვესმის, რომ აი აქ ახლა ჩადგამენ კორპუსს, ჩადგამენ სასტუმროს, ასე მოხდება და ასე შემდეგ. რატომ რას ვერ აკეთებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო თუ ანუ რატომ ხდება ეს სეჭვები, რატომ მუსირებს გამუდმებით? სამწუხაროდ აქვთ გარკვეული შიშები წლების წინ ერთი-ორი რაღაც პრეცედენტის გამო, რაც განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და რატომღაც ეს დარჩა მეხსიერებაში, რომ დანარჩენ ობიექტებზეც მოხდება მსგავსი ჩარევები. ძალიან ხშირად არის ხდება ხოლმე წინასწარი ეგრეთ წოდებული ნიუსი, რომ თითქოს და აქ მოხდება ბელეტაჟის დემონტაჟი ან სტატუსის მოხსნა და იქ რაღაც კონკრეტული მშენებლობა, თუმცა იმ
პროექტებს, რომლებზეც გვაქვს ნებართვები გაცემული და კომენტარის სახით ჩვენი სამსახური გააკეთებს ხოლმე კომენტარს, რომ არ ხდება არანაირი ჩარევა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სამწუხაროა, რომ მოდის ხოლმე ცუდი კომენტარები თავიდან, მაგრამ შემდეგ როცა ხვდებია, რომ ის ობიექტი არ ინგრევა და პირიქით ლამაზდება, შემდეგ უკვე ვერ ვიღებთ შესაბამის პოზიტიურ შეფასებებს. Რა თქმა უნდა, ფაქტები პოზიტიური ხშირად უკვე ხდება საზოგადოებას და ეს მითქმა მოთქმა ასე თუ ისე უკვე მიწყნარდა გარკვეული სოციალური ქსელების მეშვეობით უკვე არ ხდება სააგენტოს მიმართ ნეგატიური თავდასხმები და ფაქტის სახეზეა ის, რომ ძველ ბათუმში უამრავი ობიექტის რესტავრაცია ხორციელდება, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სააგენტოს ფინანსებით, ბათუმის მუნიციპალიტეტიც აფინანსებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციას და ჩვენ ვყიდულობთ პროექტებს და შემდეგ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს მის რესტავრაციას. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბათუმში ასათიანის 20-ში ხარაჩოების მოწყობის სამუშაოები და უნიკალური ფასადი და სახურავი გამოიცვლება იმ ობიექტზე, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდი და როგორც დავაკვირდით პროცესებს, საკმაოდ დადებითი პროცესები მიდის აღდგენაზე და არ გვხდება რატომღაც კომენტარები, ვაუ, რა კარგად კეთდება ყველაფერი. გავაგრძელოთ საუბარი მარკეტინგულ და ზოგადად მარკეტინგულ ღონისძიებებზე. ლიმეს კონგრესი 2024 პირველად გაიმართა ბათუმში, სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციაში იკითხება და ზოგადად ჩვენ ახლა საუბრობდით და თქვენ რაღაც სინანულით აღნიშნეთ, რომ ეს აღფრთოვანებული კომენტარები არ გვხდებათ. მარკეტინგის ნაწილიც არის ეს ყველაფერი, რამდენად კარგად და პრეზენტაბელურად მოახერხებთ საკუთარი ნამუშევრის წარმოდგენას. გითხარით 2024 წელს გაწეული მსგავსი ღონისძიებების შესახებ. გარდა ლიმეს კონგრესისა, ეს არის 18 აპრილი ძეგლების საერთაშორისო დღე, 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღე, რომაული ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად არის სააგენტოს უკვე იმიჯი ერთგვარი, რომ უნდა ჩატარდეს საკმაოდ გრანდიოზული ღონისძიებები. რაც შეეხება ლიმეს კონგრესს, ის კონფერენციები და ღონისძიებები, რა თქმა უნდა, 2025-შიც ჩატარდა უკვე 18 აპრილის და 18 მაისის ბოდიში. რაც შეეხება ლიმეს კონგრესს, 2021 წელს ჩვენ გავხდით გამარჯვებულები ჰოლანდიაში გამართულ რომაული საფორტიფიკაციო ადგილების ღირსშესანიშნავი ობიექტების და არქეოლოგიური ობიექტებისადმი მიძღვნილი კონგრესია. ოლიმპიური პრინციპი გადადის 3 წელიწადში ერთხელ და ჩვენ გავხდით შემდეგი ლოკაცია. 350-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 42 ქვეყნის მოქალაქე იყო ამაში ჩართული. 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის უნივერსიტეტში სემინარი, კონფერენციები და რა თქმა უნდა ექსკურსიები არა მხოლოდ აჭარის, არამედ საქართველოს და თურქეთის მხარეს, ტაუკლარჯეთის მხარეს ქართული ძეგლების მოსანახულებლად გარკვეული ექსკურსიები. სხვათა შორის აქვე მინდა ვთქვა, რომ იყო გარკვეული კითხვები, რამდენი დაუჯდა სააგენტოს და სახელმწიფოს ეს კონფერენცია. ამ კონფერენციაში და კონგრესში კონტრიბუცია გასწია იმ 350-ვე მოქალაქემ, რომელმაც გარკვეული 250-დან 300 ევრომდე მოსაკრებელი გადაიხადა და შემიძლია ვთქვა, რომ სააგენტოს არ დაუხარჯავს ამ კონგრესისთვის თანხა. შემდეგი ლოკაცია იქნება 2027-ში მაროკოში და იმდენად აღფრთოვანებული იყო როგორც კომიტეტის წევრები, ასევე ის პროფესორები და სპეციალისტები სხვადასხვა უამრავი უნივერსიტეტიდან, რომ დასვეს კითხვა მაროკოშიც იგივე კლასის კონგრესი იქნება თუ
ну და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, წელსაც იქნება სექტემბერში რომაული ფესტივალი, რომლისთვისაც უკვე მზადება მიმდინარეობს. გარდა იმ აქტივობებისა, რასაც სააგენტო აკეთებს, კულტურის სამინისტროსაც აქვს გარკვეული აქტივობები, მართვეს კონცერტი უკვე ჩატარდა გონიოს ციხეში, საკმაოდ დიდი ანშლაგით და არაჩვეულებრივი კონცერტი იყო 27 აგვისტოს პეტრაზე უმასპინძლებს საჯარის კულტურის სამინისტრო ანსამბლ ქართულ ხმებს და ანსამბლ ბათუმს და ეს იქნება უფასო ქალაქებისთვის, რა თქმა უნდა, ამისთვის შესაბამისი აფიშებიც იქნება წინასწარ გაკრული და სხვა ღონისძიებები, რაც სააგენტოს აქვს გეგმილი, ვფიქრობ, საკმაოდ მასშტაბურია. გარდა იმისა, რომ ეს ხდება როგორც ვიზიტორებისთვის და სეზონურად, ჩვენ გვაქვს ასევე 2011 წლიდან სასკოლო ბავშვებისთვის გაკვეთილები პეტრას ციხეზე და გონიოს ციხეზე, სადაც ხდება როგორც მეცნიერების ჩართულობა, ასევე მათგან ბავშვები არიან აქტიურად ჩართული საველე საბავშვო არქეოლოგიაში, სადაც თვითონ ეუფლებიან იმ ნიუანსებს და იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც არტეფაქტების მოპოვება და სხვათა შორის საკმაოდ ბევრი გახდა არქეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები. ეს არის საკითხი, რომელზეც აუცილებლად მინდოდა მოსაუბრა. ოღონდ ცოტა მოგვიანებით ჩვენ წინა გადაცემაში უნივერსიტეტის რექტორთან ვსაუბრობდით ამაზე და რაღაცნაირად გადავეცი ის პრობლემები, რომელიც ამ მხრივ არსებობს, იგივე ექსპერტების რაოდენობა, სპეციალისტების დეფიციტი და ასე შემდეგ. ამაზე ცოტა მოგვიანებით 2025 წელს 6 მილიონ ლარს აჭარბებს ბიუჯეტი და მინდა მეტი ვისაუბროთ, ჩვენ გარკვეულწილად შევეხეთ გარდამავალ პროექტებს და არ გვისაუბრია ჩაკში ლაო ჯინჯაოს სახელობის მუზეუმის რეაბილიტაციაზე. ესეც დაწყებული ამბავია, ჩვენ გვახსოვს სტუმრები, ესე მასშტაბური და წარმომადგენლობითი ღონისძიება, გითხარით ახლა რა ვითარება იქ და რა მოლოდინები გააქვთ. მოლოდინი ყველას გვაქვს ძალიან ესეთი ამბიციური. საკმაოდ ერთ-ერთი საკმაოდ ესეთი ყველასთვის ცნობილი მიტოვებული რაღაც უსახური ტერიტორია იქცა არაჩვეულებრივი ტერიტორიად უკვე დაახლოებით 2 თვეში დამთავრდება გარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ შენობის და ტერიტორიის 990,000 ლარი არის ბიუჯეტი ძეგლის რესტავრაცია რეაბილიტაციაზე. ოღონდ ეს არ მოიცავს ინტერიერს და სამუზეუმო სივრცის მოწყობას. ზუსტად ხვალ ჩამოვლენ ისევ ჩინეთის დელეგაცია და ის ტექნოლოგიები, რომლებიც მუშაობენ ამ ლაო ჯინჯაოს ინტერიერის დიზაინზე. ნივთების სპეციალურ სადგამებზე თანამედროვე, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების გამოყენებით და მუზეუმში, ბათუმის არქივში და თბილისში გარკვეული მუზეუმებში არსებული ლაო ჯინჯაოს ნივთების 3D სკანირება მიმდინარეობს, სპეციალური აპარატურა ჩამოაქვთ ამით, რაც ლაო ჯინჯაოს მუზეუმში თავადვე დააფინანსებენ და საჩუქრად გამოგცემენ სააგენტოს, რომ უზარმაზარ ეკრანებზე, LED ეკრანებზე გავიდეს 3D ანიმაციაც, რეჟისურაც, გარკვეული ნივთები, რომლებიც ასევე პეკინში არის ლაო ჯინჯაოსი, რა თქმა უნდა, ყველანიც ვერ გადმოგცემენ, იმიტომ რომ ზუსტად ვერ ვიხსენებ, ჩინეთში ერთ-ერთ ქალაქში ახლა უკვე შენდება მუზეუმი ლაო ჯინჯაოს სახელობის და მოხდება ამ ორი მუზეუმის დამეგობრება. სწორედ ხვალიდან 4 დღის განმავლობაში ისევ იქნება ეს დელეგაცია და ამ საკითხებზე გვექნება მოლაპარაკება. ვფიქრობ, დაახლოებით სექტემბრის თვისთვის ჩვენ გვექნება უკვე ინტერიერის დიზაინი და სამუშაოებს გავნაგრძავთ და დაახლოებით იანვარ-თებერვლის თვეში შეემატება აჭარის რეგიონს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გამორჩეული საგანმანათლებლო და კულტურული კერა ლაო ჯინჯაოს რუკაზეც საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს და ღირსეულ ადგილს სახელობის ფიქრობ ლაო ჯინჯაოს სახელობის ქართული ჩაის მუზეუმი, სადაც ჩაის დეგუსტაციაც მოხდება, რომლის ეზოშიც და ტერიტორიაზეც ვაკეთებთ ჩაის ლაბირინთს და ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია ჩაის გარკვეული სახეობები დააგემონოს და რა თქმა უნდა პეტრას მარშრუტში იქნება გზად ლაო ჯინჯაოს მუზეუმიც. ესეც იქნება რა თქმა უნდა სააგენტოს მართვის ქვეშ და
იყო გარკვეული მოსაზრებები, რომ კერძო სექტორს ემართა მსგავსი ტიპის მუზეუმები, როგორც ნობელები და შემდეგ, თუმცა ვფიქრობ, რომ სააგენტოს აქვს ის გამოცდილება მუზეუმების მართვის, რომ ვეღარ იმეტებთ. ვეღარ ვიმეტებთ, კი ბატონო. კი ბატონო, მინდა რომ დალფონსის აგარაკსაც შევეხოთ რამდენიმე სიტყვით და შემდეგ უკვე ბოლოსთვის მოტოვებულ არქეოლოგიურ ექსპედიციებს და დალფონსის საცხოვრებელი სახლის პროექტი რამდენიმე წლის წინ შევისყიდეთ, თუმცა ვერ განხორციელდა იქ სამუშაოები, პანდემიამდე გვქონდა შესყიდული ეს პროექტი და იმ დროისთვის იყო 1 მილიონი ლარის ღირებულების, თუმცა ეხლა უკვე პროექტის გადაწყობა მოახდინეთ დღევანდელ რეალობასთან, ბოტანიკურ ბაღთან გვაქვს მჭიდრო კონტაქტი და გარკვეული ხარვეზები იქნა შესწორებული პროექტში. რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს დალფონსის ხის უნიკალური აგარაკის რესტავრაცია აღდგენაზე, დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი იქნება მისი ბიუჯეტი და 2026 წლის ბოლოსთვის ვარაუდობთ მის დასრულებას. შემდეგ უკვე ინტერიერში რას მოაწყობს ბოტანიკური ბაღი, ვფიქრობ მათ ჰქონდათ გარკვეული სურვილი რომ საგანმანათლებლო დაწესებულება გაეკეთებინათ ვიზიტორებისთვის და ვფიქრობ სააგენტო ამით ერთ მნიშვნელოვან ძეგლს გადაარჩენს. კი ბატონო, გადავიდეთ სამეცნიერო ნაწილზე, ექსპედიციები, ბეჭდვითი გამოცემები და ასე შემდეგ. საკმაოდ მნიშვნელოვანი ექსპედიციებიც იმართება წლიდან წლამდე, რომელიც ამ ძეგლების დაცვას, რემონტებს და ასე შემდეგ მიღმარჩება ცოტა ჩრდილში და ამიტომ მინდა რომ ამაზე ცოტა მეტი ვისაუბროთ. ყოველწლიურად რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ არქეოლოგიურ საველე სამუშაოებს. სააგენტოს ასე ვთქვათ ექსკლუზივი არის ის, რომ პეტრა, გონიო, ფიჭვნარის არქეოლოგიურ გათხრებზე ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 100,000 ლარს და ეს საველე სამუშაოები, რა თქმა უნდა, არის ზაფხულის სეზონზე და საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა. იყო ხოლმე კომენტარები, რომ რატომ მეტ თანხას ვერ იმეტებთ ექსპედიციისთვისო, თუმცა არის ეგეთი მიდგომა მეცნიერებთან, რომ გარკვეული პერიოდი უნდა დახარჯონ საველე სამუშაოებში და შემდეგ რა თქმა უნდა იქ მოპოვებული არა მხოლოდ მასალები, არამედ შეიძლება გარკვეულ ობიექტზე მასალები არ მოიპოვებოდეს, მაგრამ ისეთი მაგალითად როგორც პეტრაზე აღმოჩნდა, ისეთი მე-6 საუკუნის უნიკალური იატაკი აღმოჩნდა, რასაც შესაბამისი დამუშავება და მერე უკვე სამეცნიერო გამომცემლობებში მისი გამოცემა საჭიროებს. ამიტომ მიმდინარე წელს ფიჭვნარის ბაზა, რომელიც არქეოლოგიურმა მუზეუმმა გადმოსცა სააგენტოს სამართავად, იქაც რა თქმა უნდა იქნება არქეოლოგიური სამუშაოები და მახვილაურში გარკვეული შუა საუკუნეების ქვევრები აღმოჩნდა. არის გარკვეული მომართვიანობა ქედიდან და შუახევიდან, სადაც ადამიანი, რომელიც ეზოში გარკვეულ სამუშაოებს ანხორციელებს, საძირკველის ძალიან ხშირად არის როგორც ქვევრის მოპოვება, ასევე კოლხური ცული. რამდენიმე დღის წინაც კიდე იყო ეგეთი მომართვა, სადაც ჩვენი მეცნიერები ავიდნენ და უახლოეს დღეებში დაიწყება ქედის და შუახევის ტერიტორიაზე გარკვეული საველე სამუშაოები. რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე მესაკუთრეს, რომლის ტერიტორიაზეც გარკვეული არტეფაქტები აღმოჩნდება, მათ უჩნდებათ სურვილი, რომ გესტჰაუსები გააკეთონ და გარკვეული ამ ისტორიას დაუკავშირონ ტურისტების ნაკადის შემოდინება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აღმოაჩენს თავის საკარმიდამო ტერიტორიაზე რაიმე არტეფაქტებს. ჩვენ გვაქვს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ის სამეცნიერო ბაზა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, შესაბამისი ლაბორატორია, სადაც ხდება გარკვეული ნივთების აღდგენა, რესტავრაცია და პასპორტიზაცია, რომ ამაში დავეხმაროთ მოქალაქეებს. და რეგიონის ტურიზმის განვითარებაში საკმაოდ დიდი წილი აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ბოლო კითხვას დაგისვამთ და დაგემშვიდობებით, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დეფიციტურ პროფესიებზე და ესეც უქმნის გარკვეულ შეფერხებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, აღდგენას და ასე შემდეგ. არის თუ არა ამ მიმართულებით პროგრესი და როგორ ფიქრობთ, თქვენ სხვა უწყებებმა რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ესე დავიწყებული თუ არა პოპულარული პროფესია, მე ერთხელ ამირან კახიძეს უთხარი, რომ აი თქვენ დეფიციტური პერსონა ბრძანდებით, ხო?
ჩვენი რეგიონისთვის და არა მხოლოდ რეგიონისთვის და ესეთი დეფიციტური ადამიანები და დეფიციტური პროფესიები რაღაცნაირად პოპულარული გავხადოთ და მეტი ინტერესი გამოიწვიოს თუნდაც აი ხა ეროვნული გამოცემები მიმდინარეობს და ადამიანებს რომ უჩნდებოდეთ სურვილი მსგავს აქტივობებში ჩართვისა. სწორედ ამისთვის არქეოლოგიური ფაკულტეტი გახდა უფასო და თუმცა საკმაოდ ცოტა არის მიმართვიანობა არქეოლოგიაზე, იმიტომ რომ დეფიციტური პროფესიები, როგორც არქეოლოგობა, ისტორიკოსობა და რესტავრატორობა, ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ არ არის შემოსავლიანი და რა თქმა უნდა, ნაკლებად ინტერესდებიან ხოლმე. სამწუხაროდ მეცნიერ თანამშრომლებს აქვთ საკმაოდ დაბალი ხელფასი, რაზედაც რა თქმა უნდა ბევრი გეგმა იყო როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან რომ ხუროთმოძღვრების რესტავრაციის და გარკვეული მიმდინარეობის სპეციალისტების სერტიფიცირება მომხდარიყო და გამოაცხადა კიდევაც მახსოვს თეა წულუკიანის მინისტრობის დროს ამასთან დაკავშირებით უფასო სერტიფიცირება, მაგრამ სამწუხაროდ აჭარიდან ვერც ერთი ხის ოსტატი ვერ ვნახეთ რომ შესაბამისი სერტიფიკატი მიეღო და ის როგორც ვნახეთ სიუჟეტში ხის ჯამის რესტავრაციის დროს სერტიფიცირებული რესტავრატორები გამოგვეყენებია სააგენტოს სისტემაში როგორც არ ვიცი ხმამაღლა როგორ თქვა აჭარაში ორი რესტავრატორია რომელიც აგენტოში მუშაობს და სამწუხაროდ ფაკულტეტები არ არის ბათუმის უნივერსიტეტში აჭარის კულტურის მინისტრმა ეს საკითხი დასვა რამდენიმე ხნის წინ და გვქონდა მსჯელობა უნივერსიტეტის რექტორთან მემორანდუმის გაფორმების დროს რომ გარკვეული დაშვება ჰქონოდა როგორც რესტავრატორებს ასევე ხელოვნებათმცოდნებს სამწუხაროდ საკმაოდ ცოტა და ის არქეოლოგები ახალგაზრდა არქეოლოგები როგორ თქვა სამწუხაროდ ორი ახალგაზრდა არქეოლოგი გაგვექცა იმიტომ რომ ჩვენთან ნაკლებია ხელფასი და ახალგაზრდა არქეოლოგმა რომელმაც ინგლისური კარგად იცოდა სულ სხვა დარგში ნახა გამოდის რომ მეტი გაქვთ სამუშაო და გელოდებით უკვე სხვა გადაცემაში მეტი პოზიტივით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ახვლედიანი იყო ჩვენი სტუმარი ჩვენ ერთმანეთს მომდევნო პარასკევს შევხვდებით ნახვამდის აივშიცი ქრონიკული მართვადი დაავადება